ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა კანონში შესატანცვლებებს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. მანამდე კი ვნახეთ აღშფოთებული პრემიერი და შეშფოთებული არასამთავრობოები. სამოქალაქო ორგანიზაციები პრემიერს და ვიცე-პრემიერს აკრიტიკებენ. პირველი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მთავრობის მეთაურმა ერთგვარი შეფასება გააკეთა სამოქალაქო ორგანიზაციების კონკრეტული ჯგუფის აქტივობასთან დაკავშირებით. ანუ მან მათ ვინც ლობირებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც შეუზღუდავს მთავრობას შესაძლებლობას აწარმოოს უკონტროლო ფარული მიყურადება და განაცხადა, რომ ეს ჯგუფი ძირ გამომთხრელი და ქვეყნის ინტერესების დამზარალებელია. ასევე მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება მსგავსი განცხადებები კეთდებოდეს სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახიკალაძე, ციტირებ, უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით, ვითომ მოსმენები მასიურია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რატომ იყავით ჩუმად ეს წლები, სად იყო თუნდაც მოძრაობა ეშენგეხება, სად იყო ანალოგიური აქტივობა, წერს კალაძე. მოამბის სტუმარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია, რომელიც ღია ეთერში გვერდება. საღამომშვიდობის ქალბატონო ეკა. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის განცხადებები შევახსენეთ ჩვენს ტელემაყურებელს. ბუნებრივია თქვენ ძალიან კარგად იცით თუ როგორი იყო მათი პოზიცია გასულ კვირას. მოდით დავიწყოთ მაინც იმ რიტორიკული შეკითხვით, რომელიც ბატონმა კახიკალაძემ დასვა. სად იყავით გასული წლების განმავლობაში, ან სად იყო ეს შენგეხება, ისევ გვისმენენ. მოგესალმებით ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გამოვეხმაურეთ ბატონ პრემიერს, ასევე გამოვეხმაურეთ ბატონ კალაძის განცხადებას. მე მგონი განსაკუთრებით ბატონ კალაძის განცხადება არასერიოზულია და ამაზე დიდი დროის დაკარგვა ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ თქვენ კარგად გახსოვთ, სად იყო ეს შენგეხება, თქვენ მაშინ მუშაობდით მე-9 არხზე და ზუსტად გახსოვთ, როგორ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ყოფილიყო სამართლიანი, როგორ ვიცავდით იმ ადამიანებს, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით ავიწროებდნენ, როგორ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში ყოფილიყო მასტქერის და მასტოფერის რეგულაციები, რის გამოც დღეს ქვეყანა რამოდენიმე ნიშნული წინ გაიწია და დაიწია და პრინციპში ამას აღიარებენ უკვე საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები, ზოგადად მოსმენებთან დაკავშირებით კამპანია ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ ბატონი კალაძე წარმატებულად თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან და ფაქტიურად ბიზნეს პროექტებსაც ახორციელებდა მათთან ერთად. ანუ თუ მას არ ახსოვს ჩვენი ადგილმდებარეობა, მე მგონი მას უნდა ახსოვდეს თავისი ადგილმდებარეობა, სად იყო ის მაშინ და ვფიქრობ, რომ მე არ უნდა შევახსენო რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შესახებ, როგორც თქვენც ისაუბრეთ, მაყურებელს აქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია. თუმცა მაინც საინტერესო არის, რატომ გახდა მთავრობის მეთაურის მხრიდან კრიტიკის საფუძველი ეს ორგანიზაცია? მე მგონია, რომ იმიტომ, რომ ის კანონმდებლობა და ის სისტემური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ვფიქრობ, რომ ეს უკვე აშკარად ჩანს, იმიტომ რომ ისტერია ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ მომდინარეობს. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდით კონსტრუქციული დიალოგი გქონოდა როგორც სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე საქართველოს პარლამენტთან. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი წევრი არის ამ კანონპროექტის თანაავტორი ბატონი შავგულიძე, რომელიც ჩვენ გვახსოვს ყველას თავისი საქმიანობით გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად არ შეიძლება რომ ამ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული კონტაქტები და თანამშრომლოს მან ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და ქვეყნის წინააღმდეგ არიან მიმართულები. კანონი, რომელზეც მომავალ კვირას ალბათ პარლამენტი იმსჯელებს, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა კანონში შესატანცვლებებს განიხილავს. აპირებთ თუ არა ჩახვიდეთ თქვენს ქუთაისში დაესწროთ ამ შეხვედრებს, თვალყური მიადევნოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რაიმე საფრთხეებს ხომ არ ხედავთ, რომ იგივე მთავრობამ თავის სასარგებლოდ რაღაც ცვლილებები განახორციელოს და უგულველყოს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული იდეები. ის კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში და ეს არის ერთადერთი კანონპროექტი, ამ კანონპროექტთან არანაირი კავშირი არ გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას. ეს კანონპროექტი არის შემუშავებული
განმარტებული ერთობლივად საერთაშორისო გამჭვირვალობაც იყო ამ პროცესში ჩართული, ასევე ამ კანონპროექტმა გაიარა საერთაშორისო ექსპერტიზა, ევროსაბჭოს ექსპერტებმა გააკეთეს ეს ექსპერტიზა და ასევე სხვა ევროპელმა ექსპერტებმა, ამიტომ ჩვენ თავიდან ბოლომდე უჭერთ მხარს ამ კანონპროექტის მიღებას. თქვენ გუშინ მოისმინეთ კოალიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 99%-ით არის შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პრინციპში ისინი ყველაფერს ეთანხმებიან, მაგრამ მე მინდა უთხრა მოსახლეობას, რომელ 1%-ზე არ არის შეთანხმება მიღწეული. ეს 1% გულისხმობს ზუსტად იმას, რომ სამართალდამცავ უწყებებს არ კონდეთ პირდაპირ წვდომა მობილური ოპერატორების სერვერებამდე. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უკან იხევენ სამართალდამცავი ორგანოები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ძალიან ესეთი აგრესიული განცხადება არის ზუსტად პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ ნამდვილად მათ არ უნდა დათმონ ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მათ გააჩნიათ თავიანთ ხელში და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ცალსახად ჩანს და ეს არის ცალსახა დადასტურება. თავის დროზე, როდესაც ცვლილებები განხორციელდა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში და შეიცვალა თითქმის ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი, თქვენთან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიური თანამშრომლობა, იგივე ფარული მასალის კადრების, რომელიც იქ არსებობდა, განადგურება. ანუ გამოდის, რომ ამ უწყებას ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა. დღეს ჩვენ ამ ნდობაზე ვსაუბრობთ და იმ ბერკეტზე, რომლის დათმობის სურვილი არ აქვს მთავრობას. რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა თუ არ იქნა გათვალისწინებული და აქვე კითხავთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. დღეის მდგომარეობით გვისმენენ თუ არა? მე მგონია, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ ამ კანონპროექტის მიღებას, იმიტომ რომ იმ პრობლემატიკაზე, რა პრობლემატიკაზეც საუბრობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს სისტემა არის დაუშვებელი, რა სისტემაც არსებობს ქვეყანაში, ამაზე საუბრობდა ბატონი ჰამერბერგიც თავის დასკვნაში და მას ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა მობილურ ოპერატორებთანაც, ამაზე საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე და აქაც საუბარი არის, რომ ეს სისტემა არის შესაძლებელი და ძირეული რეფორმა არის განსახორციელებელი ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ მარტო ჩვენი მხრიდან არ არის ეგრეთ წოდებული ზეწოლა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს სისტემა შეინარჩუნონ, ეს მათ გულისწყრომა და ზოგადად კრიტიკული დამოკიდებულება დაფიქსირებული იქნება სხვა ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდანაც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ ამას. რაც შეეხება თვითონ იმ თანამშრომლობას, რა თანამშრომლობაზეც თქვენ საუბრობთ, ეს იყო შექმნილი კომისია, რომლის მთავარი მიზანი იყო იმ არქივის ნაწილის განადგურება, რომელიც შეეხებოდა პირად ცხოვრებას და თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ კომისიამ, როდესაც საბოლოო ანგარიში დადო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილს ჰქონდა ძალიან კრიტიკული შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა აღენიშნა ის მეთოდები ანგარიში მიეთითებინა იმ მეთოდებისთვის, რომელსაც წინა შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა. და იმ კონტექსტში გავიხსენე, რომ არსებობდა იყო პერიოდი, როდესაც მათ ჰქონდათ სურვილი თქვენთან თანამშრომლობა. არა, და ამ შემთხვევაში მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოსაზრება, იმიტომ რომ როდესაც ისინი დააფიქსირებდნენ თავიანთ ანგარიში პრობლემას, მაშინ პრობლემის გადაჭრის გზაზეც უნდა ესაუბრათ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა ზოგადად გამოვეხმაურე პრემიერის განცხადებას. მე მგონია, რომ რეალურად ყველაზე ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის არის ნამდვილად ესეთი ტიპის განცხადებები, მისი პირადი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაც გაუკეთებიათ, იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს დანერგილი დემოკრატიული მართლობის სისტემა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ასეთ აქტიურ ადამიანების მიმართ ესეთი დამოკიდებულება ლიდერის მხრიდან. წარმატებებს გისურვებთ, მადლობთ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.